დღეს აღნიშნავთ ჯუნგლების სოვნის დღეს. ეს დღე ჩვენ გვახსენებს რომ იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება დაცვა, ქართველები ყოველთვის მომართული არიან გმირობისკენ. ამავე დროს ეს დღე გვახსენებს რომ ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა, ეს გამოწვევები არსად არ წასულა. წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქოს და ჩამოყალიბდა, ხედავთ რომ ჩვენს თვალწინ ინგრევა, ფაქტობრივად იგივე წესები ამოქმედდა სამყაროში, რაც 100 წლის წინ იყო. და ამ ხრივ განსაკუთრებული არის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხელისუფალის, რომ თავიდან აიცილოს ამგვარი კატასტროფები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გმირებისათვის პატივის მიღებასთან ერთად, მათ მუდმივ გახსენებასთან ერთად ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება ცოცხალი გმირები და ეს არის სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს მნიშვნელოვანია, რომ 1921 წლის გმირებთან ერთად, ჩვენს თანამედროვე გმირებთან ერთად, ყოველთვის ფიქრობთ ამაზე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება. დელეგაცია მიემგზავრება ამერიკაში. ვინ მოყვა ძალიან მარტივი რესპუბლიკელი კონგრესმენი მიწვევით ბატონო შალვა. საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში მიემგზავრება. შემდეგ მე. ბატონო ისტორიაზე ცოტა რთული არის და შეუძლებელია ისაუბრო, რა მოხდებოდა, რომ რაღაც ასე ყოფილიყო, ან ისე ყოფილიყო, ისტორია ასე არ განისჭება, რაც მოხდა ისტორიულად, ის მოხდა ისტორიულად, მაგრამ ისტორია სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს გაკვეთილი ჩვენთვის, რომ როდესაც სამყარო, რომელიც არ იცვლება კიდევ ერთხელ დღეს ამას ხედავთ, რომ რაც იყო 100 წლის წინ, იგივე წესებით მოქმედი, თუ წესების გარეშე მოქმედ სამყაროს შევყურებთ დღესაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პასუხისმგებლობის გააზრებით ვიმოქმედოთ. კიდევ ერთხელ ჩვენ ისტორიას ვერ გამსჯით, იმით რა შეიძლება ყოფილიყო, რა შეიძლება ყოფილიყო. ისტორია ასე არ განისჭება, რა იქნებოდა და რა არ იქნებოდა. ქართველები მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც საჭიროა რომ საკუთარ ქვეყანას გადაეფარონ, ქართველები ამას ვაკეთებთ, ვეფარებით ჩვენს ქვეყანას და ზუსტად ეს გააკეთეს 21 წლის გვირაბი. და ალბათ გესმით რა რუსეთის მე-11 არმია. თქვენ ხა ისტორიაში თქვენ გვი სკოლაში გავდივართ. ნოე შარდანიას დელეგაცია რესპუბლიკელი კონგრესმენების მოწვევით მიემგზავრება ამერიკაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და თუ შეიძლება რა გისვა რა ხელს რომ გადაიჭრა როგორ ახსით თქვენი პარტია და საქართველოს რაც შეეხება რაც როგორ ახსით რომელიც სამწუხაროდ თქვენი დამოკიდებულება ისტორიის ასე აგდებულად სპეკულაციურად თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად აი ეს არის სამარცხვინო, როდესაც ასე აგდებულად უყურებთ თქვენ ისტორიას, ფიქრობთ ამ ისტორიიდან რა შეიძლება სპეკულაციურად გამოიტანოთ თქვენი კონკრეტული ტელევიზიის პროპაგანდისტი, ეს არის სირცხვილი. 21 წლის გმირებს შერწყვებოდა, რომ 21 წლის გმირებს შერწყვებოდათ, მარო მაყაშვილს ასე შერწყვებოდათ, რომ ენახათ, რომ 105 წლის თავზე თქვენი ტელევიზიები, თქვენი დამფინანსებლების დავალებით ასეთი სპეკულაციით ხარ დაკავებული მათი უფრო არ შეწყვებოდა ბატონო შალვა, როცა თქვენ აბრალებთ მარო მაყაშვილს, რომ ის ლექსთან ბოლოს კი არ შეეწირა, ის იყო ნოე ჟორდანიას მთავრობის დელეგაცია ამერიკაში. მიემგზავრება ეს შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და შევწყობთ თუ არა ხელს, რომ გაჯანსაღდეს საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები. მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრის მიერ არის ორგანიზებული და ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც სუვერენული ერების ფაქტობრივად გამოფხიზლების ეპოქას ეხება. დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ ის ყალბი იდეოლოგია, რომელიც ყალბი გლობალისტური მიდგომები, რომელსაც თავს ახვევდნენ ძირითადად მცირე ერებს, თორემ
ძლიერ სახელმწიფოებს ყოველთვის თავისი დღისწესრიგი ჰქონდათ და ისე მოქმედებდნენ. ეს ყალბი გლობალისტური იდეები სულად გაშიშვლებული არის და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაარქვა ყველაფერს თავის სახელი. დაარქვა ის, რაც ყოველთვის იყო ისტორიაში, რომ ყველა სახელმწიფო მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ჩვენ აკაცუკებს გონიათ, რომ ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს ინტერესების მოქმედებს, ეს დააჯერეს მათ, დაარეგისტრირეს ესტონეთში, მისცეს ფული და დადიან ახლა ესტონეთის დროშებს აფრიალებენ, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურმე საქართველოს ინტერესების მოქმედებს. აი ამ დონეზე მიიყვანეს ყალბი გლობალისტური იდეებით და თითქოს სხვა ქვეყნის ხელისუფლებები მეორე ქვეყნის ერების ინტერესებით მოქმედებენ. ამიტომ მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი კონფერენცია არის ჩვენი დელეგაციას კონფერენციის ფარგლებშიც და მიღმაც ექნება შესაძლებლობა კოლეგებთან ურთიერთობის და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ სათქმელს იქნება. ბატონო გიორგი ანწუხელიძე ვინ მოკლა? ამაზე შეგიძლიათ გვიპასუხოთ ისევე მარტივად როგორც გვიპასუხეთ მარო მაყაშვილზე. თქვენ სამარცხვინო, თქვენ და თქვენი ტელევიზიის სამარცხვინო პროპაგანდას, რომელიც ცდილობს ისტორია აქციოს პოლიტიკურ სპეკულაციის მიზნად, რა თქმა უნდა, არც ერთ ასეთ კითხვაზე არ ვგულოთ. სირცხვილია. ეს უპირველეს ყოვლისა სირცხვილი და სირცხვილი. სააკაშვილის ხელისუფლება მოკლა, ხო? სამარცხვინო. ეთანხმებით თუ არა უცნობის ამ განცხადებას. ჩვენი სპეკულაცია რა შუაშია ბატონო შავა? ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით? სამარცხვინოა, რომ თქვენ საქართველოს ისტორია, ჩვენი გმირების გმირულ საქციელს ცდილობთ, რომ თქვენი ვიწრო ძალიან დაბიო პოლიტიკური დღისწესების გამარჯვება. მარო მაყაშვილზე ხომ თქვით რომ რუსეთის წითელმა არმიამ მოკლა. გიორგი ანწუხელიძეზე ვერ ამბობთ რომ ისიც რუსებმა მოკლეს. მართლა არ გწვენიათ ამის. მე ის უნდა მწვენოდეს, მე არ ვთქვამს რომ მარო მაყაშვილიდან გიორგი ანწუხელიძე თქვენ ვერ წხვდებით რის უნდა გწვენოთ, ეს არის მთავარი პრობლემა. მარო მაყაშვილი თუ მოკლა რუსეთის არმიამ და ეს გითხარით რა მე წუთის წინ რა პრობლემაა გვიპასუხოთ ვინ მოკლა გიორგი ანწუხელიძე. თქვენ აი არც კი გწვენიათ უბრალოდ ასე იქცევით. არც გწვენიათ რომ ასე იქცევით. თქვენ 2008 წელს, როდესაც ჩვენი გმირები დაეცნენ ბრძოლის ველზე. ეს არის თქვენ მაშინ რა ასაკის იყავით და როგორ განიცადეთ და როგორ არის აღბეჭდეთ თქვენს მეხსიერებაში. მაგრამ ახლა რომ ასე აგდებულად იხსენიებთ ჩვენს ჩვენ გმირებს, ასე აგდებულად თქვენი აგდებული დამოკიდებულება ქართველი გმირების მიმართ არის მართლა სამარცხვინო და შეგახსენებთ თქვენ ხარ დავით კეზერაშვილი, თქვენ ხარ დავით მოწიეთ მიკროფონი გიპასუხოთ. თქვენ უნდა გწვენოდეთ, თქვენ ხარ დავით კეზერაშვილის ტელევიზიის, თქვენ ხარ დავით კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ადამიანი, რომელმაც 2008 წლის აგვისტომდე 5 თვით ადრე ფული მოიპარა. ქართული ჯარის ფული არ მოიპარა თქვენი აზრით? აი ეს არის თქვენი პატივისცემა გმირების მიმართ, თქვენმა დამფინანსებელმა ფული მოპარა ჯარს რამდენიმე თვით ადრე. სამარცხვინოა, როდესაც ემსახურებით ადამიანს, რომელიც 2008 წლის მიკროფონი მოუშვით. მალაპარაკეთ. გიჭირთ ხო სიმართლის მოსმენა? გიჭირთ არა სიმართლე მწარეა ხო თქვენთვის? მწარეა ხო? მწარეა ხო? ანუ ამართლებთ ხო დავით კეზერაშვილს? ამართლებთ არა ადამიანს, რომელიც ჯარს მოპარა ფული 2008 წლის აგვისტომდე 5 თვით ადრე და როგორ გიბრუნდებათ ენა საერთოდ როგორ გიბრუნდებათ ენა ისაუბროთ ქართულ გმირებზე, როდესაც თქვენ დღეს ფულს იღებთ ადამიანისგან, რომელმაც ზუსტად ამ გმირებს ლახვარი ჩასვა ზურგში იმით რომ მოპარა ფული. ძალიან მარტივი კითხვაა. უმარტივეს კითხვაზე არ გაქვს პასუხი. დავწიოთ რა მიკროფონები მეგობრებო. უცხოური ჩარევა რომ გამოწვევა არის და დღევანდელ სამყაროში სწორედ ჩარევით მეხუთე კოლონების შექმნით სხვა ქვეყნებში ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც იყენებენ გავლენების გასატარებლად. ამას აღიარებს ყველა. ერთ-ერთი ვინც ამას არ აღიარებს არიან ისინი, ვინც საქართველოში თავად არიან მეხუთე კოლონა და თავად არიან იმისთვის შექმნილები და დაფინანსებული, რომ საკუთარ ქვეყანას უმტრონ. აი აქ რამდენიმე მეტრში ამ ადგილიდან 2000 ჩვენ ახლა 4 წელი გადის უკრაინაში ომის დაწყებიდან და 4 წლის წინ აი აქედან რამდენიმე მეტრში
უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და პარტიები ზუსტად ამ სქემით მეხუთე კოლონა იდგა პარლამენტის წინ და ითხოვდა რომ ჩართულიყავით ომში. გაგვეგზავნა მებრძოლები უკრაინაში, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, ასე შემდეგ, შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლოს აუცილებლად იქნებოდა ომი. აი ამას აკეთებდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა. და სწორედ ამას ებრძვიან თავად საკუთარ ქვეყნებში. და ამის პრევენციას ახდენენ. ჩვენთან არ უნდათ, იმიტომ რომ აქ აფინანსებენ მეხუთე კოლონას იმისთვის, რომ კრიტიკულ მომენტებში ზურგში ლახვარი ჩასწონ საკუთარ ქვეყანას, შეიყვანონ ომში, გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას, არჩევნების და დემოკრატიის არაღიარების გზაზე იდგნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა თავის ინტერესს უყურებთ, თქვენ უიფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს და ქალბატონ კალას, რომელიც ესტონეთში პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებდა, რაიმე შეცვლილი აქვს თავის წარმოდგენებში. ამიტომ ყველამ საკუთარ ინტერესს უნდა იზრუნოს, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები, ექსპერტების შეფასებები და ასევე თქვენი ოპონენტების კრიტიკაც ამ მიმართულებით, თქვენი პოზიცია როგორია? მნიშვნელოვანი არის თანასწორობა, მათ შორის თანასწორობა სოციალურ პოლიტიკაში და ფაქტია გამოვლენილი არის, რომ არის სხვადასხვა ასე ვთქვათ შეძლების მქონე ადამიანები, ვინც არიან სოციალურ დაუცველ ბაზაში მოხვედრილი. ასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, ამაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრაც 2020 წლის პანდემიის დროს ფაქტობრივად გაიყინა სისტემა, დაემატა ადამიანები 2020 და 21 წელს გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ იყო ეკონომიკური ვარდნა და რა თქმა უნდა ამ მოსახლეობაზეც იმოქმედა, თუმცა მოსახლეობის ინტერესებისთვის არ ხდებოდა მკაცრი მიდგომა სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწვევის მხრივ. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს მიხედავს, მიყვება დეტალურად, ინდივიდუალურად, შეფასდება მდგომარეობა და ინდივიდუალური მიდგომით იქნება ყველა გადაწყვეტილება მიღებული. თქვენ ნახეთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც არიან ადამიანები, როდესაც ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. რა თქმა უნდა, ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას და ამ ბაზაში ყოფნა, მათ მიმართ არის უსამართლო, თუ კი ვინმე არის ისეთი მოხვედრილი ბაზაში, რომელსაც ეს ობიექტურად არ ჭირდება. ამიტომ ობიექტური განჭა იქნება თლიანი ბაზა. ევროკომისიის კვლევა გამოქვეყნდა სამართალდამცავ სისტემის ბატონო მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ამაზე ჩვენი საზოგადოებაც იყო ასე ვთქვათ ამაზე საუბარი ამ მიმართულებებით სხვა მათ შორის გიდებს მათ შორის ქონდა ჩვენთანაც ადრე კომუნიკაცია იმ ხრივ რომ ხდება ბაზარზე მათი ჩანაცვლება შევიწროება ასე ვთქვათ მოქალაქეების არქონი პირების მხრიდან იგივე ეხება ავტოგადაყვანას და კურიერების სერვისს ჩვენ მნიშვნელოვანი არის რომ საქართველოს მოქალაქეები ყեն დასაქმებულები ამაზე ვსაუბრობთ რომ სამუშაო ადგილები არის რეალურად და მნიშვნელოვანია რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველეს ყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამიტომ იქ სადაც არის შესაძლებლობა რომ საქართველოს მოქალაქეები ყեն დასაქმებული და ამ სფეროში იყვნენ კიდევაც და მოხდა გარკვეული ჩანაცვლება, აქ სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამოდის და შესაბამისად ეს წესები იქნა დადგენილი. ევროკომისიის კვლევა გამოქვეყნდა, სადაც სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით. ბატონო შალვა, ჩვენს გვაქვს საკითხი. წმუნებულმა გამოაქვეყნა ჩვენს და ეს ნეკლების საერთაშორისო ძალიან სამწუხაროა რომ ესტონეთს საქართველოს მტრად ყავს ფაქტობრივად გამოცხადებული უკვე რახანია და ის მტრული პოლიტიკა რომელსაც ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ძალიან მძიმე არის იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ესტონელი ხალხის მიმართ გვაქვს ჩვენი სიმპათიები, თუმცა ხედავთ რომ ესტონეთის ხელისუფლებას აქვს მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. შეგახსენებთ რომ ესტონეთის ხელისუფლებას 102 ადამიანი ყავს არასასრულად პირად გამოცხადებული, ამის ნახევარი მთავრობა
ნახევარი პარლამენტიდან, ნახევარი სასამართლო და არ ვიცი მე კიდე რამე თუ გამორჩათ. და ეს არის რა თქმა უნდა მტრული ნაბიჯი. ესტონეთში არეგისტრირებენ ყალბ რეგისტრაციებს და ფიქტიურ რეგისტრაციებს აწარმოებენ ქართული საქართველოსდან იქით გადარეგისტრირებული მოგეთ ორგანიზაციები და ამით არის ცდილობა რომ ქართულ კანონმდებლობას ესტონეთის ხელისუფლება ხელს უწყობს როგორც ჩანს ქართულ კანონმდებლობას გვერდიე აუარონ და არ ვიცი მათი დაფინანსებაც არის თუ არ არის მაგრამ აქაც ჩანს რომ ესეც არის მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და გუშინ საერთოდ ეს არ ვიცი აბსოლუტურად ღიმილის მონგრელი საკითხი არის რომ განათლების რეფორმის საკითხში ერევა სომხეთში ესტონეთის მომავალი ელჩი, რომელიც ჯერჯერობით აქ არის, მაგრამ ვიცით რომ ის სომხეთში თავს უკვე ხედავს როგორც სომხეთში ესტონეთის ელჩად. ერევა ძალიან უხეშად, ცინიკურად და მთელი ცინიზმი რაში არის. სინამდვილეში ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ფაქტობრივად ეს არის ესტონური მოდელი, რომელზეც საქართველოს უმაღლესი განათლება გადადის. და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი. არ ვიცი, ალბათ თავისი ქვეყნის უმაღლესი განათლება არ მოსწონს მაშინ ესტონეთის ელჩს, იმიტომ რომ გეტყვით ფაქტებს. ესტონეთში თუ კი ავიღებთ უნივერსიტეტებს, რომელიც არის სრულყოფილი უნივერსიტეტები, რომელსაც აქვს სამივე საფეხური, სადოქტორო ჩათვლით, ესტონეთში არის სულ 7 უნივერსიტეტი. საიდანაც 6 არის სახელმწიფო, 1 არის კერძო უნივერსიტეტი. სულ უნივერსიტეტს გულისხმობ. ისე არის თუ არ ვცდები 15-მდე, მაგრამ ჩვენთან არის 54 თუ არ ვცდები სრულფასოვანი უნივერსიტეტი სამივე დონე განათლების, რომელიც არის და საიდანაც თუ არ ვცდები 15 არის სახელმწიფო და დანარჩენი 40 დაახლოებით არის კერძო. ანუ 7 უნივერსიტეტი 54 უნივერსიტეტის საპირწორო. და იცით რა და ერთი, მეორე, ესტონეთის უნივერსიტეტები არიან მუდმივად საერთაშორისო რეიტინგებში 300-ში, ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტები 1000-ის მიღმა არიან. და სხვა ეს მაჩვენებლები. და იცით რატომ? იმიტომ რომ ესტონეთმა თავის დროზე წლების წინ ჩაატარა ზუსტად ის რეფორმა, რასაც ჩვენ ახლა ვატარებთ, გაამსხვილა უნივერსიტეტები, სპეციალიზირება დააწესა, სულ ერთი სამედიცინო უნივერსიტეტი არის მთლიანად ესტონეთში. კონცენტრირება მეცნიერებისა, დაფინანსების კონცენტრირება, ან ზუსტად იმას აკეთებს დღეს საქართველოს ხელისუფლება, რაც თავის დროზე გააკეთა ესტონეთმა. ანუ დღეს ესტონეთის ელჩი თავს ესხმის ესტონურ მოდელს. ამაზე მეტი ცინიზმი, არ ვიცი, გონია რომ არ გვაქვს ცოდნა, ვერ გავიგებთ ესტონეთში რა სისტემა არის და აქ რა სისტემა, ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს არის კაფეო დარღვევა ვენის კონვენციის 51 მუხლისა, თუმცა ხა ესტონეთის ელჩს რა უნდა მოვთხოვოთ, ეს მისი ხელმძღვანელი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აგერ აქ რამდენიმე მეტრში მიტინგებს გვიმართავდა და ნუ საერთოდ ვენის კონვენცია არ მგონია მათთვის რაიმე ღირებულება წარმოქმნას. აი და მორჩილდა. მიმდინარეობს უყურეთ პირველი რამდენიმე თვის წინ 5 თვის წინ იყო, როდესაც კონცეფცია ჯერ დაიწყო მუშაობა რამდენიმე თვის წინ უკვე თუ წელი არის გასული, რაც დაიწყო მუშაობა უმაღლესი განათლების რეფორმაზე კომისიის თვალებში, რომელიც ყველა ეს დეტალები შეისწავლა. შემდეგ გამოქვეყნდა კონცეფცია, სადაც პრემიერ-მინისტრმა პირადად პრეზენტაცია გავაკეთა ამ კონცეფციას და აღნიშნა თუ რა გამოწვევები არის უმაღლესი განათლების სისტემაში. 7 გამოწვევა, მათ შორის ხარისხი, ინსტიტუციური მოწყობა, პარალელიზმები და ასე შემდეგ, 7 გამოწვევა. ვერც ერთ გამოწვევაზე ვერავინ ვერ თქვა, რომ ეს არ არის პრობლემა. ყველა 7-ვე პრობლემა, ამას ყველა აღიარებს. იქვე პრემიერ-მინისტრმა თქვა თუ რა გადაწყვეტის გზები არსებობს პრობლემებისა. როდესაც არის პარალელიზმი, აი ის რაც არ არის ესტონეთში და რო არის საქართველოში, ამას როგორ შეიძლება მოუვაროთ და მათ შორის დებატებში არაერთხელ ახსენა პრემიერ-მინისტრმა, როცა გაქვს მწირი რესურსები, რა არის ამ დროს გამოსავალი? გამოსავალი არის კიდევ უფრო გაშლა და დაქსასვა ამ რესურსების თუ კონცენტრირება ამ რესურსების. ანუ ესტონური გზა უფრო სწორი არის, როდესაც მოახდინეს კონცენტრირება და კონსოლიდაცია
თუ ის გზა რაც აქამდე ქონდა საქართველოს რომ ეს რესურსები რომელიც ისედაც მწირი არის იყო გაფანტული და საერთო ხარისხი უმაღლეს განათლების იყო დაცემული და მიუღებელ დონეზე ასე რომ აქაც ვერავის წინააღმდეგობას ვერ ვისვენთ ერთადერთი რასაც ვხედავ ჩვენ ზოგიერთი ჩინოვნიკების მხრიდან რომ რაღაც სურვილი რომ ქონდეთ რაღაც არ ვიცი საკუთარი რაღაც სტრუქტურები კიდე ერთხელ და მათ შორის საუბარი რო არის რომ ესათვის მიმართულება მნიშვნელოვანია მე რომ მნიშვნელოვანი რო არის მნიშვნელოვანი ის ხო არის მაინც და მაინც რომ სად იქნება მისამართი ამ სპეციალიზაციისთვის თუ ამ მიმართულებისთვის ხომ ყველა ვისაც აქვს ცოდნა უნარი აკადემიური საქმიანობისა პრემიერ-მინისტრმა თქვა არა თუ ნაკლები მეტი გვჭირდება პროფესორები და აკადემიური პერსონალი რომელიც შესაბამის ცოდნას მისცემს ჩვენს საქართველოს არის ევროპის საუკეთესო ოცეულისთვის სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული ბატონშალო გეკითხებით ევროკომისიის კვლევა არის სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველოს არის ევროპის საუკეთესო ოცეულში მსოფლიოს 22-მე ადგილზე ეს კვლევა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენ ქვეყნისთვის როცა ამას ევროკომისიაც ეს როცა სხვა რეიტინგებს ხედავთ დავწიეთ რა მიკროფონები ფიქრობ ეს რეიტინგები იმდენად ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის თუ როგორ არის საქართველოს ინსტიტუციები მდგომარეობა და ამიტომაც მხარი დაგვიჭირა 1,100,000 ადამიანმა არჩევნებზე და ეს არის სწორედ შეფასება ჩვენი მხრიდან მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გულს უხარია მართლა რომ ამ რეიტინგებს ხედავ ევროკომისიის ვებგვერდზე. აი მართლა ხსნი გიხარია იმიტომ რომ ამით შეგიძლია პირდაპირ დასცინო მათ ბრიუსელში ვინც საქართველოს თავს ესხმის, ვინც ქართულ ხალხს თავს ესხმის და ვინც დეზინფორმაციით არის დაკავებული. მართლა ხო სასაცილოა თავად აქვეყნებენ თავის ვებგვერდზე დებენ ერთს და გამოდიან და ზეპირად საუბრობენ სხვას. ეს აჩვენებს იმ ბიპოლარულ აშლილობას, რომელიც ბრიუსელში არის დღეს საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირზე საუბრობთ არ დაგისვამთ ამ კითხვას. ევროკომისიის სანქციების მეოცე პაკეტი უნდა დაამტკიცონ, რომელშიც არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ამის მერე ერთ კითხვას მაქვს, რომ საქართველოს მოხდეს კულევის სპორტის გამო. თქვენი მოუდინი როგორია და ასეთ შემთხვევაში თქვენი პასუხისმგებლობა პოტენციური ზიანი ქვეყნისთვის როგორი იქნება? ჩვენი მოლოდინია რომ რა თქმა უნდა არ მოხდება, ვინაიდან კიდევ ერთხელ ჩვენ რაც გვითქვამს, ყველაფერი აღმოჩენილა სიმართლე. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის სწავლა, რაც არ იყო ჩვენი ვალდებულება, არც ბრიუსელის წინაშე, არავის წინაშე ჩვენ ვალდებული არ ვართ. ერთადერთი, ვის წინაშე ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს არის უკრაინელი ხალხი. მათ გამოვაკეთებთ, თორე სხვა დანარჩენი, არც ბრიუსელი იმსახურებს, არც ზელენსკი იმსახურებს, არავინ არ იმსახურებს, რომ საქართველოს იმ ვალდებულებების შესრულება დაიწყოს, რომელიც მისი ვალდებულებები არის. ეს ერთი. მეორე, ჩვენ თვეების განმავლობაში ბრიუსელისვე დაფინანსებული NGO-ები დაგეშილი ყავდათ იმისთვის, რომ საქართველოსთვის დაებრალებინათ თითქოს სანქციების გვერდის სწავლა ხდება. ამ დაგეშილი NGO-ებით ხან რა დასკვნებს და ხან რა ანგარიშებს აქვეყნებდნენ, ბოლოს ჩამოვიდა თვითონ ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი, მადლობები გვიხადა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. კულებზე საუბარი დაიწყო. აი როგორც ის შესახებ ვრცელდება სარწმუნო ცნობები გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ. ამ ცნობების საპასუხო თქვენ რა გაქვთ? როგორც იმ დაგეშილი NGO-ების ცნობები იყო დიდი აფერისტობა, ზუსტად ასეთი აფერისტობა იქნება ეს ცნობაც და როგორც იქ აღმოჩნდით ჩვენ მართლები, ზუსტად აქ აღმოჩნდებით მართლები. მტკიცებულებები მას უნდა კონდეს ვინც ამტკიცებს რაღაცას. არც ერთი ჟურნალისტები არ ვრცელებენ ამის შესახებ ცნობებს. და ფაქტი არის მოცემულობა ის, რომ საქართველოსთან ძალიან არის გაზრდილი ექსპორტი ნავთობპროდუქტების. ჩვენ ნავთობი არ აღმოგვიჩენია ეს. კარგი, მოდი ასე ვქოთ, თუ არ შეიყვანეთ თქვენი თვითონ ეს გამომძიებელი ჟურნალისტები მათყუარები არიან? იტყვით ამას? არა, ამის სამოდელი ნამდვილად არ მექნება რომ ეს როგორ არ გექნება? შემთხვევაშიც კი. რატო? ხო გამოვაროთ ყუილია და ვინც ამბობს? ვინც ამბობს? ცნობებზე დაყრდნობით არა, როგორ ტყუილია და საჯარო თუ აღმოჩნდა რომ ეს ტყუილია. ეს არის ჟურნალისტების საქმე. უყურეთ, თქვენ თქვით რომ ჟურნალისტების მტკიცება არ არის გამომძიებელების მტკიცება. თქვენ თქვით რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ვინც არ უნდა იყვნენ იგინი, მათ თქვეს რომ ესე იგი ყულევი გამოიყენება სანქციების შესახებ. საჯარო ცნობებს, ამ საჯარო ცნობებს აანალიზებენ და ავრცელებენ ლოგიკურ ვარაუდს. თქვენი საქმეა დაამტკიცოთ რომ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გიპასუხებს, ყველაფერზე პასუხი მაქვს. სანქციებში მოხვედრის საფრთხე, ხო? ყველაფერზე მაქვს. უყურეთ, ისინი ამტკიცებენ ამ ყველაფერს, შესაბამისად ისინი ან იტყუებიან,
თავზე ლოგიკურ არა მაცო დასაბუთებულ ვარ. ხო გეპასვა ან იტყუებიან ან ალოგიკურები არიან ხო ან ჭკუ არ ყოფნით რომ სწორი დასკვნა გამოიტანო ან იტყუებიან ერთს ან მეორეს დაადასტურებ ჩემ ჯოზეც ხომ მოხვალთ რომ რა მოხდეს საქართველოს სანქციების საფუძველზე თქვენ შეუძლებელია ის რაც არ არსებობს ამ ეს ვერ მოხდება კიდევ ერთხელ დაბრალება ბევრი გვინახავს მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატებისგან ბევრი დაბრალება გვინახავს აგერ ელჩები დარბოდნენ რამის და იქ გემი არ შემოუშვათ იქ რაღაც რუსების შემოდინება არის ის არის ეს არის გახსოვთ თქვენ აგერ კედლებზე კატებს ახატებდნენ და რამის ის გამოაცხადეს რომ აქ დივერსიული ჯგუფები არის ჩამოს დაბრალება გვინახავს იმდენი ავიცი აბა შესრულებული გვაქვს ყველანაირი გეგმა დაბრალების მოსმენის ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი როგორც სხვა ამბები აღმოჩნდა ტყუილი ასევე